საღამოშობების ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უყურებთ დიალოგს 10 საათზე. ანდროშ მოხდებით ერთმანეთს, ხუთშაბათობით, ჩვენი სტუმარია საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მოგესალმებით, ბატონთან მოგწალით. ოპერატიული პრობლემატიკა ეხლა არ არსებობს, აი მაგას დღევანდელი დღის რაღაც ცხელი, თუმცა ერთი რამ მაინც საინტერესოა, ეს არის განახლებული საუბარი პარლამენტში მოსამართლეთა ვადით თუ უვადოდ დანიშვნის შესახებ და ამ წუთას სპონტანურად წარმოშობილი პრობლემატიკაა და შევეხოთ ამასაც დღეს. მაგრამ დავიწყოთ ზოგადად სასამართლოებზე საუბრით, ვეტო დაძლია პარლამენტმა ამ ნაწილში და როგორც ეს ანონსი იყო გამოცხადებული, მინდა ვკითხოთ და ჩავღრმავდეთ ამ საკითხს. ვეტოს დაძლევის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ასეთ სურათს. მე თუ რამე შემეშლება თქვენ გამისწორებთ. იუსტიციის საბჭო დაიშლება მთლიანად და დაკომპლექტდება თავით. ანუ ახალი იუსტიციის საბჭო იქნება. ასეა ხომ? ნუ ყველა წევრი შეხაურებას არ დატოვებს გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ვარიანტი, რაც მომზადებული ქონდა იუსტიციის სამინისტროს, ის ვარიანტი გადის. დიახ. ხო. რაც შეეხება აი მოსამართლე წევრების არჩევას, იქნებ ეს დააზუსტოთ როგორ იქნება. ანუ მოსამართლეთა კონფერენცია მთელი შემადგენლობით აღარ აირჩევს და იქ ექნება გარკვეულ ჯგუფს, ხო? მოგესალმებით. უფლება პირველ რიგში სანამ სასამართლოებზე ვისაუბრებ, მე მინდა 9 მაისია დღეს, ეს არ არის უბრალო დღე და მიულოცოთ ჩვენს მეორე სამამულო ომის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ზუსტად ისეთივე სითბოთი და პატივისცემით, როგორც ამას ვაკეთებდი ხოლმე ყოველ 9 მაისს, როცა ჩემი ვეტერანი ბაბუა გახდა ცოცხალი. ეს არის გამარჯვება ცივილიზაციისა ფაშიზმზე და ამიტომ ეს დღე ყოველთვის უნდა დარჩეს ახალი თაობების პატივისცემის საგნად. რაც შეეხება სასამართლოებს, ეს არის თქვენ იცით დღესდღეობით სამწუხაროდ ჯერ კიდევ საჭიროებო საკითხი, მანამ სანამ არ დავინახავთ ჩვენ მოსამართლეთა კონფერენციის შედეგებს, თვითონ კენჭისყრის პროცესს, რომელსაც მე მინდა მოგიწოდოთ როგორც მედიის წარმომადგენელს და მედია საშუალებას, მით უმეტეს მედია საშუალებას, რომელიც საზოგადოების მედია საშუალებაა და საზოგადოებრივი არხია, აქტიურად დააკვირდეს უკვე დღეიდანვე ზადებას მოსამართლეთა კონფერენციისთვის, რადგან ეს ხდება პირველად ჩვენი მოსამართლეების ცხოვრებაში, რომ მათ ექნებათ საარჩევნო კამპანია, ექნებათ ნამდვილი ფარული კენჭისყრა და ეს არის ნამდვილი არჩევნები, მინი არჩევნები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ამიტომ ეს ჩემთვის არ არის ცნობილი, კანონი როგორც კი შევაძალა, შის ხელმოსაწერად არის თქვენ იცით პრეზიდენტთან, როგორც ბატონმა უსუფაშვილმა ბრძანა ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს 17 მაისისა და შემდეგ ერთი თვე აქვთ მართლმსაჯულების მესვეურებს, რომ მოიწვიონ კონფერენცია. ყოველ შემთხვევაში თუ 17 შევიდა ძალაში, ერთი კვირიდან 10 დღე მაინც საჭირო იქნება იმისთვის, რომ კონფერენცია იქნეს მოწვეული. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ და მე ამაში მართლა დარწმუნებული ვარ, არ მინდა თავი მოვაჩვენო იმის მეტად ოპტიმისტად, რომ მოსამართლეები შეძლებენ დაგეგმონ სწორად ეს პროცესი და იყოს რაც შეიძლება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნებს იძლევა ბატონი კოტე კუბლაშვილი, რომელმაც საჯაროდ ჩემ და სასიამოვნოდ, მაგრამ გასაკვირად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მიუწოდა, რომ დაესწროს ხოლმე მოსამზადებელ აღმასრულებელი კომიტეტის ხდომებს. როცა გვექნება ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ჩვენ შეგვეძლება შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს რეფორმის შემდეგი ნაბიჯი. მე ვნახე პარლამენტის მხრიდან ქართული ოცნების არაერთი წარმომადგენლის განცხადებები, ვადიანი მოსამართლე თუ უვადო მოსამართლე და ასე შემდეგ. მაგრამ მე პირადად მართალი გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ამ წუთში რა დროს ეს თქვენ გესაუბრებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, უნდა დარჩეს თუ არა კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც შედის ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქ სადაც არის თუ ამოღებულ უნდა იქნეს. ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა მართლმსაჯულების გაჯანსაღების პროცესი. რა იქნება ნიშნები ამ გაჯანსაღების? ნიშნები იქნება ის, რაც რამდენიმე უკვე გითხარით, ეს იქნება გამჭვირვალე არჩევნები კონფერენციისას, არჩევნები, რომელიც კონფერენცია სასრული პროცესია, ჩატარდება. კონფერენცია სასრულია, ხო, რაღაც დროში მოთავსდება, ჩატარდება, დამთავრდება, ამის მერე რა იქნება ნიშნები? საერთოდ ყველა არჩევნები, როგორც ვთქვით, სასრული მოვლენ არჩევნები ეს გამოცხადდა, მაგრამ
250-მდე თუ არ გაზარდეს ხელოვნურად, მაგრამ პირობა მივიღე მე პირადად ბატონი კუკლაშვილისგან, რომ არ მოხდება მოსამართლე. იმ წერილის პასუხი მიიღეთ თუ არა? იმ წერილის ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიმიღე, თუმცა ამ წერილის გამოძახილი იყო ჩვენი შეხვედრა, ჩემი და ბატონი კოტესი, სადაც პუნქტობრივად გავიარეთ იმ წერილის ყველა შეკითხვა. შეკითხვა უნდა მაინტერესა, ხა თქვენი რეპლიკიდან გამომდინარე, როცა ამბობთ, რომ ხელოვნურად თუ არ გაზარდესო, თქვენ ეკითხებოდით რეზერვში მყოფებს თუ მიაღებინებენ მონაწილეობას არჩევნებში, რეზერვში მყოფ მოსამართლეებს. ამაზე არის პასუხი არის იმაზე, რომ ის რაოდენობა რამდენიც არის, თუმცა მან მითხრა, რომ დაახლოებით 240-აო ზუსტი რიცხვი არ ახსოვდა, მაგრამ ოფიციალურ წერილში რა თქმა უნდა ეს რიცხვი იქნება დაზუსტებული. მაგრამ ბადის გაგრძელება არ მოხდება, შეჩერებულია მანამ სანამ არ ჩატარდება კონფერენცია, როგორც მან თქვა. საუბარი იყო ჩემი ცნობით მხოლოდ ორ მოსამართლეზე, იმიტომ რომ ვისაც საქმეს იხილავ, შენ გჭირდება რომ უფლებამოსილება გქონდეს, ვადა რომ შუაგზაში გაგითავდეს, გაგიგრძელონ ვადა იმ საქმის განხილვის ვადით. ასეთი მოსამართლეები მიიღებენო, მან ბრძანა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, რა თქმა უნდა ისინი, თუმცა რამდენიმე არიან სულ ვინც დეკრეტულ შვებულებაშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის შიში თუ წუხილი რაც არსებობდა, გარე სამყაროსთვის იქნებოდა ეს ხელისუფლების დანარჩენი ორი შტო თუ არა სამთავრობო სექტორი, რომ შეიძლება უცბად დაინიშნონ მოსამართლეები, გამოცხადდეს კონკურსი, თქვათ, ყველა ვაკანსიაზე, რაც ასეც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ვაკანსიები მანამ სანამ არ ჩატარდება კონფერენცია, არ შეივსება, რომ არ მოხდეს ხელოვნურს დასასაც ვეძახი მე, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე კონფერენციამდე არ გაიზარდოს მოსამართლეების რიცხვი. ნიშნებზე ლაპარაკი გავაგრძელოთ და გავცეთეთ კონფერენციის ფარგლებს. თქვენ როცა გულს ბრძანებთ, რომ ერთ-ერთ ნიშნად ამ კონფერენციის ჩატარებას მიიჩნევთ, შედეგი უნდა იყოს სანდოობით უნდა ხასიათდებოდეს, არც ერთ მოსამართლეს არ უნდა შეეპაროს. თქვენ უნდა ინდებოდეთ მოსამართლეებს? ვერ გაიგებთ რასო. მე კი უნდა ინდებოდე მოსამართლეებს. მოსამართლეები უნდა ინდებოდნენ იმათ, ვისაც აირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მათვე უნდა სწამდეთ იმისა, რომ ის მოხდა იუსტიციის საბჭოში, ვინც მათ რეალურად აირჩიეს. ეს არის არჩევნების სანდოობა. ანუ ზუსტად ის პრინციპები, რაც ჩვენ 1 ოქტომბერს უკვე აქეთ მხარეს სხვა ხელისუფლების შტოში მივახციეთ და გამოვცადეთ, რომ ხალხმა დაიჯერა, რომ მისი ხმა აისახა არჩევნების შედეგზე. მოსამართლეების კორპუსმა ისეთი კონფერენცია უნდა ჩაატაროს, რომ მასვე გქონდეს განცდა იმისა, რომ ვისაც კენჭი უყარა ფარული გზით, სწორედ ის მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მეორე მხრივ პარლამენტს ელის წინ საკმაოდ დიდი სამუშაო, ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აირჩიოს დანარჩენი წევრები, რაც შეიძლება მაქსიმალურად კომპეტენტური, სანდო ადამიანები, კარგი და დიდი გამოცდილების მქონე და ისინი, ვის მიმართაც არავის არ ექნება კითხვის ნიშნები. კარგი. მოდი შევეხოთ სხვა საკითხებს, აღონ ასევე სასამართლოსთან დაკავშირებულ და ასევე ვეტო, რასაც უნდა შეხებოდა ეგ თემატიკა რომ მოველიოთ. საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება საჯულთა შერჩევის, ნაფიც საჯულთა შერჩევის პროცესისადმი, და ბრალდების მიერ. ეს ერთი მხრივ და მეორე ის, რომ როგორც ცნობილია გადიოდა კანონი რომ ბრალდებულს გასამართლებისას, ვისაც კი ეხება მოქცევა ნაფიც საჯულთა სასამართლოს ქვეშ, არ უნდა დაეკითხონ გასამართლება თუ არა ის ნაფიც საჯულთა სასამართლოს მიერ. ეს, როგორც ვიცით, შეჩერებულია ამ ნაწილში ვეტოს საკითხი ჯერჯერობით არ განხილვა. თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა პერსპექტივა აქვს ამ შეჩერებას, ანუ დარჩება კანონი ისე, როგორც იყო, თუ დაუბრუნდებიან. მე მესმის, რომ ელაპარაკებით პარლამენტზე, მაგრამ ჩემი ხმა ხელისუფლება ერთიანია და ძალიან საინტერესოა. მოტივები ამისთვის. შეკითხებით ამასთან არა როგორც მარტო იუსტიციის მინისტრს, არამედ როგორც ადამიანის უფლებათა სამართლის წევრი. რაც შეეხება პარლამენტს, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ არ შეიძლება მე ვიცოდე ყველა დეტალი როგორ მიდის ამ თუ კანონ პროექტის თუ უკვე ვეტო დადებული კანონის განხილვის დეტალები, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ამ კანონზე, კერძოდ იმაზე, რომ ადამიანს ვინც წარსდგა სასამართლოს წინაშე არ ქონდეს არჩევანი და ჭყალებში ვალდებული თუ იძულებული დავარქვათ თუ გნებავთ იყოს ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგეს, მაშინ როდესაც ურჩევნია რომ პროფესიონალი, ანუ
პროფესიით მოსამართლებმა განსაჯონ მისი საქმე. ამ კანონზე საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ არ იყო მიზანშეწონილი. თუ ჩემი ინფორმაციები სწორია. ასე თუ ისე, ამ შემთხვევაში მე მგონი თქვენი შეკითხვის მთავარი აქცენტი არის იმაზე, რას ვფიქრობ მე. თუ პარლამენტი ამ ვეტოს არ დაძლევს, მე ეს გამიხარდება, იმიტომ რომ მე თავიდანვე არ უჭერდი მხარს იმას, რომ ბრალდებულს არ ქონდეს არჩევანი. იქ იყო პირველი კანონ პროექტი, რომელიც მიღებული იქნა თქვენ გახსოვთ რამდენიმე თვის წინ, სადაც გაფართოვდა ნაფიც იმ საჯულების გასჯადობის სფერო და მარტივად რომ თქვა, მაღალ ჩინოსნებს, ვინც იქნებოდნენ მხილებული სავარაუდოდ ჩადენენ დანაშაულში, მათ შეეძლოთ ან პროფესიით მოსამართლეების მიერ ყოფილიყო საქმე განხილული, ან ნაფიც იმ საჯულების მიერ, თუ კი თქვათ პროფესიით მოსამართლის მიერ ნდობა არ ექნებოდათ და იტყოდნენ, რომ აი ხალხმა განსაჯოს, ან პირიქით იყო არჩევანი. ეს გაფართოვდა, კანონი შევიდა ძალაში და შემდეგ შევიდა მეორე კანონ პროექტი, რომელიც ამ არჩევანს რბილად რომ თქვა ზღუდავდა და რომ დავარქოთ ყოველთვის თავის სახელი ამ არჩევანს გრძალავდა. მე ამას არასდროს არ ვემხრობოდი, თუმცა ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება და ეხლა მიხარია, რომ თქვათ გუნდი გადაწყვეტს, თუ გადაწყვეტს, რომ ვეტო არ იქნეს დაძლეული. რაც მთავარია და ჩემთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უფლებადამცველისთვის და ამჟამად უკვე საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ვეტო იყო, რომელიც პრეზიდენტმა აბსოლუტურად არაგონივრულად დაადო სასამართლოს რეფორმის კანონს, ის იქნა წარმატებით დაძლეული და ამით პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ამაყობდეს. ერთი სურათი იყო ეს მე ვთქვი უცნაური, უფრო საცნაური ის რომ სასამართლოს როგორც ინსტიტუციას და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს არც მის მოადგილეს აღარ გამოუხატავთ კარგახანია ვთქვათ ნეგატიური ან თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ამ ნორმებისადმი რაც გავიდა და ამას უფრო პოლიტიკური წინააღმდეგობის ხასიათი ჰქონდა ნაციონალ მოძრაობის მხრივ და ოცნების ერთ-ერთ წევრისგან მახსოვს ეს შეკითხვაც რომ თუ კი სასამართლო ამას არ აკრიტიკებს თქვენ რა გინდათ. აი მოკლედ ნახოთ მე მაინც ველოდით თქვენგან უფრო კონკრეტულ პასუხს თუ არ მინიშნებს მაინც რა იქნება ნიშანი გარდა სასამართლოს კონფერენციის ჯეროვნად ჩატარებისა და იმ ნდობის გამოხატვის. ეს იქნება უპირველესი და მთავარი ნიშანი. ეგ ნდობა ხო შედეგებში ძალაუნებურად ეს ნდობა გამოიხატება ხო ბუნებრივი ისაც აირჩევენ ის აღმოჩნდება ნდობით აღჭურვილი იქაური უმრავლესობის მიერ. გაჩნია როგორ ჩატარდება არჩევნები, ამიტომ პირადად თქვენ უნდა დავუყოთ კაცი არჩევნების ჩატარებას. კი, შეიძლება ამ 240 კაცი ტარდებოდა წინაზეც არჩევნები და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დამოკიდებული სასამართლო ხელმძღვანელობაზე და ყოფილ კლანებზე იუსტიციის უმაღლეს საბჭო დღეს. რომელ კლანებზე? ყოფილ კლანებზე, რომლებიც ისევ არიან სასამართლო ხელისუფლებაში. ვისი კლანებია? კლანი მაინც რაღაცა გვაროვნულ ერთობას ნიშნავს და გვაროვნული ერთობა არ მაქვს ამ შემთხვევაში. ნუ მაშინ რა ვიცი, როგორი. თქვენ იცით, უკეთ რომ არის მაყურებელს უთხრათ. რა უთხრათ? მაყურებელს უთხრათ. მაყურებელმა თქვენზე კარგად იცით, მე თქვენთან სასაუბრად მოვედი, რომ მაყურებელს მოვასმენინო, რამდენად არ იცით, რა მდგომარეობაა სასამართლოში. სასამართლოში 9 წლის განმავლობაში იყო შემდეგი მდგომარეობა. აგიხსნით, რომ მაყურებელმა თქვას, რომ აი რა კარგია, რომ მე თქვენ ეს გაგაგებინეთ. 9 წლის განმავლობაში, ბოლო 9 წელს სასამართლოში იყო ასეთი მდგომარეობა, არ გწოდია. სასამართლო იყო პირდაპირ დამოკიდებული პროკურატურაზე და ჩემს წინამორბედზე, რომელიც როგორც უნდა ისე ჭრიდა და კერავდა სასამართლო გადაწყვეტილებებს. 1 ოქტომბერს, როდესაც ჩატარდა არჩევნები, ეს გახსოვთ ალბათ, ბატონი კოტე კუბლაშვილი გახდა თავისუფალი. 1 ოქტომბერს პირველად ბატონი კოტე კუბლაშვილი გახდა თავისუფალი. დღეს ჩვენ მასთან ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ეს მოყოლებული ოქტომბრიდან, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ხელმძღვანელობით და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით აირჩია ცივილიზებული გზა მართლმსაჯულების რეფორმის. თქვენთვის კარგად ცნობილი სააკაშვილივით კი არ დავეტაკეთ ჩვენ მოსამართლეებს და გავყარეთ, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო ზოგიერთი მათგანისადმი თუნება. ჩვენ ერთგული დავჭით ჩვენი ქვეყნის და მისი სწორად განვითარების. ამიტომ შემოვიტანეთ კანონებით რეფორმა სასამართლოსი და ამაში ძალიან დიდი მონაწილეობა
თუმცა ბევრჯერ წინააღმდეგობრივი, ბევრჯერ კონფლიქტური მიიღო თვითონ მართლმსაჯულებამ, მისმა ხელმძღვანელმა და მოსამართლეთა კორპუსმა, რომელსაც მე შევხვდი გაეროს დახმარებით და პუნქტობრივად გავიარეთ ჩვენ ის საკითხი, რომელიც იმ წუთში ეხებოდა ვთქვათ მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორებას, ზოგადად რეფორმას. მოსამართლეებს სჭირდებათ სწორი და ცივილიზებული და დემოკრატიული იარაღები იმისთვის, რომ შიგნიდან განავითარონ თავიანთი პროფესია, რომ ეს პროფესია ერთხელ და სამუდამოდ, მანამ სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, გახდეს დამოუკიდებელი და რეალურად მიუკერძოებელი, რომ მომავალმა მთავრობამ და მე ბევრჯერ მithქვამს, რომ მე პირადად და ჩვენი მთავრობა არ მუშაობთ ჩვენ მთავრობაზე, ჩვენ მუშაობთ მომავალი მთავრობისთვის. რომ მას შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ისეთ არ მიიღოს ის მემკვიდრეობა, რაც მაგალითად მე მივიღეთ ჩემ სამინისტროში. ამიტომ ჩვენ მომავლისთვის მუშაობთ და ისეთი მართლმსაჯულება გვინდა დავახვედროთ და კანონები მომავალ მთავრობას, რომ მას აღარ ექნება უკანყურების სურვილი და საჭიროება, რაც თავარია და იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ კომფორტში, რასაც წინყურება და მომავალზე ფიქრი ჰქვია მხოლოდ. დამერწმუნეთ დღეს ძალიან ძნელია ეს 7 თვე იყო ძალიან მძიმე და ასეთივე მძიმე თვეები იქნება წინ კარგა ხანს მინისტრებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს 3 ვალდებულება სამწუხაროდ. მაშინ როცა ნორმალურ ქვეყანაში მინისტრებს 2 ვალდებულება აქვთ. აწმყოზე იფიქრონ და მომავალზე. ჩვენ ვფიქრობ წარსულზე, მის გამოსწორებაზე და გასწორებაზე, აწმყოზე და კიდევ მომავალზე. ეს არის ძალიან დიდი ტვისტი დამერწმუნეთ. კარგი. მინიმუმ 2 კითხვა გამოდის თქვენი ამ პასუხიდან და აუცილებლად ვერ დავსვა მოგონარა ერთდროულად. მომავალზე ფიქსაც ეხება, ჩვენ ნახეთ იუსტიციის სამინისტროს მომზადებული შრომის კოდექსისადმი მოულოდნელი კრიტიკა ვიცე-პრემიერ მარგველაშვილის მხრივ. ბუნებრივია მე ხარ ვიმაჩნია რომ რაღაცა განხეთქილება და ასეთ რაღაცებია მთავრობაში, ეს ამას არ მოასწავებს. უბრალოდ საინტერესოა ის, რაც მან გააკრიტიკა და მან გააკრიტიკა პრინციპულად სული, ასე ვთქვათ, ამ კანონის, ხო? მან ეს მიიჩნია მეტად მემარცხენე ხასიათის პროექტად, როგორც ჩანს, რომელიც დააბრკოლებს ალბათ ინვესტიციების შემოსვლას, ან თქვათ დაქირავებლისთვის ნაკლებად სასურველი ეგებ თავისი არაკვალიფიცირების გამო დაქირავებულის გათავისუფლებას. ამავე დროს მახსოვს თქვენი რეაქციაც რამდენიმე კვირის წინანდელი, როცა თქვენ ძალიან რომ თუ შევიწროდება ბოდიში თუ არასუსტად ვციტირებ, ამას შინაარსი ეს იყო, რომ თუ კი მეწარმისთვის ეს იქნება არაკომფორტული და იყოს მე რა. როგორ იქნება ამ კანონპროექტის ბედი? მოგახსენებთ. ჯერ ჩავასწორებ ჩემს არასწორს ციტატას. ზუსტად არ თქვა. ზუსტი ციტატა არის ასეთი, რომ კითხვა იყო ჟურნალისტისგან, რომელიც ხათაშორის კიბეებში დამედევნა და მომყვიროდა, რომ არის თუ არა ახლანდელი შრომის კოდექსში შეტანილი თქვენი მიერ ცვლილებების პროექტი ბიზნესის უფლებების შეზღუდვა. და მე უპასუხე, რომ კი, იმიტომ რომ ეს ასე უნდა იყოს. უფლებების შეზღუდვა აღნიშნავს უფლებების წართმევას. როდესაც დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად ყველა უფლებით, აბსოლუტური უფლებებით აღჭურვილი და მიყენებული ყავს დასაქმებული კედელთან პრაქტიკულად, თუ კი დამსაქმებელი, ანუ ბიზნესმენი დაიხევს ერთი ნაბიჯით უკან, დიახ, მისი უფლებები იზღუდება, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ბიზნესი ვიწროვდება, ან შევიწროვებას განიცდის. აქ ხდება მარტივი რამ, რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი და მე შემიძლია ვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილებით, რომ შრომის კოდექსის ის ცვლილებები, არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენი სამინისტროს ავტორობით საქართველოს ახალმა მთავრობამ შეიტანა პარლამენტში, არა მხოლოდ იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ცდილობს პირველი ნაბიჯები გადადგას დაბალანსებული შრომითი ურთიერთობების შექმნის საქმეში. არამედ ამან წარმოშვა ჯერ ჩვენი სამინისტროს ფარგლებში ძალიან საინტერესო კონსულტაციები ბიზნეს ასოციაციებთან, დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან, ექსპერტებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაციის შედეგი და პროდუქტია ეს ცვლილებები. შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე მხარე იყოს კმაყოფილი და ბედნიერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი შრომის კოდექსი ცუდია. რატო? იმიტომ, რომ შრომის კოდექსი ყველა ქვეყანაში არის სოციალური ჭიდილის და კონსულტაციების ნაყოფი, ანუ ეს არის კომპრომისი. კომპრომისის დროს
არავინ არ არის კმაყოფილი, უბრალოდ იაზრებენ მხარეები, რომ ეს არის საჭირო საერთო საქმისთვის. საერთო საქმე რა არის? საერთო საქმე ამ შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანი, რომელიც თქვათ მუშაობს დღე და ღამე და ღებულობს ერთი და იგივე ხელფასს, მას დაუდგინოთ გარკვეული ოდენობა შრომის საათების, რის შემდეგაც ის მიიღებს უფრო მეტს, თუ კი დამსაქმებელი მოსთხოვს უფრო მეტი იმუშაოს დროის მხრივ. დამსაქმებელს აღარ შეეძლოს უფლებო მდგომარეობაში არ ყოფოს დასაქმებული და გაათავისუფლოს ის სამსახურიდან მოტივის გარეშე. დისკრიმინაციული მიდგომა აიკრძალოს. არის ესეთი ძალიან ცნობილი საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, რომ ცნობილია და თუ არ არის უნდა იყოს. ეს გახლავთ შრომითი ურთიერთობების დავა, რომლის ერთ-ერთი მხარე იყო და ამჟამად უკვე სტრასბურგშია ეს საქმე, ქალბატონი მარინა ხატიაშვილი. ის მუშაობდა მერიაში რამდენიმე წლის წინ და იმიტომ რომ რომელიღაც არქიტექტურული პროექტის უსწორობაზე თუ მიზანშეუწონლობაზე დედაქალაქის პეიზაჟისგან გამომდინარე თუ სხვა მონაცემებიდან გამომდინარე, მან პროფესიული საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა და ის ამის გამო გაათავისუფლეს. როდესაც მან ამ მახინჯი ახლად არსებული მახინჯი შრომის კოდექსის საფუძველზე საქმე წაიღო ქართულ სასამართლოში, მოსამართლემ იმიტომ რომ იყო ამგვარი შრომის კოდექსი და ეს მახინჯი გადაღებული 37 და 38 მუხლე, ვიცით რა თქვა? თქვა რომ კიო სამოტივაციო ნაწილში მტკიცებულებიდან იკვეთებაო რომ დისკრიმინაციაო, მაგრამ აზრის გამოხატვის გამო გაუშვეს და ამ ნიშნით დისკრიმინაციაო, მაგრამ შრომის კოდექსი ამის უფლებას იძლევა და რა ვქნაო. სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწერა რომ მარინა ხატიაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილებს, იმიტომ რომ შრომის კოდექსი არ იცავს მას, თორემ იმიტომ კი არა რომ მარინა ხატიაშვილი მართალია. სტანდარტი იქნება ერთი და იგივე კერძო და საჯარო სექტორის მიმართ? თქვენ იცით რომ შრომის კოდექსი გვაქვს და გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. შრომის კოდექსი არის უფრო ფართე და ის გამოიყენება ხშირ შემთხვევაში საჯარო სამსახურშიც. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი საჯარო სამსახურის ზოგიერთ სპეციფიურ ურთიერთობებს არეგულირებს, მაგრამ საჯარო სამსახურის შესახებ დიდი რეფორმა ახლა მალე დაიწყება და იქაც ძალიან ბევრი საკითხი იქნება მოსაგვარებელი. ამაზე ახლა საუბარი ძალიან მოდი პირდაპირ ვიკითხავ მაშინ ესე ცოტა. დღევანდელი შრომის კოდექსით საჯარო სამსახურიდან შეიძლება ადამიანების გათავისუფლება, ისევე დაუბრკოლებულად როგორც კერძო სექტორიდან. სამწუხაროდ ასე. თუ კი და როცა ამოქმედება ეს შრომის კოდექსი და მასში არ შეიცვლება ნორმები, რომელსაც კრიტიკულად მოეკიდა თქვენი კოლეგა ვიცე-პრემიერი მარგველაშვილი. არ შეიცვლება, დარჩება იგივე. მთავრობა კარგავს თუ არა პრივილეგიას, თქვენ როგორც მინისტრი მაგალითად კარგავთ თუ არა, დაკარგავთ თუ არა უფლებას, გაუშვათ სამსახურიდან ის, ვისაც შეუფერებლად ჩათვლით იმ თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც უკავია. ეს ფაქტორი საინტერესოა, რამდენად სერიოზულად იმუშავებს კოდექსის იმ ნორმების წინააღმდეგ, რომელსაც ახლა თქვენ იცავდით ლაპარაკში. შრომის კოდექს გულისხმობ ჩვენს ცვლილებას. კი, მოგახსენებთ. მე არ ვთვლი, რომ შრომის ურთიერთობებში საჯარო სამსახურში უფრო ადვილად უნდა შეიძლებოდეს ვინმეს გათავისუფლება, ვიდრე კერძო სექტორში ან პირიქით. ეს არის ის უფლება, რომელსაც ქვია შრომის უფლება და ეს თანაბრად უნდა იყოს დაცული კანონით და პრაქტიკაშიც, როგორც საჯარო სამსახურში, ასევე კერძო ურთიერთობებში. ჩემს სამინისტროს რაც შეეხება, თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე თანამშრომელი, ჩემი მინისტრად დამტკიცების შემდეგ დიახაცნა გავათავისუფლე სამსახურიდან არსებული შრომის კოდექსისა და არსებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის საფუძველზე, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ეს ტექსტები და პირველ რიგში არსებული შრომის კოდექსი არის ნაკლოვანი, მე პრაქტიკაში გამოვასწორე ეს ნაკლები, ამ ადამიანებს პირადად შევხვდი ერთხელ ზოგს რამდენჯერმე აბუხსენი რა იყო მიზეზი ჩვენი ერთმანეთისთვის დამშვიდობების, მივეცი ერთისთვის კომპენსაცია და ის მავნე კულტურა რაც იყო წარსულში მათ შორის ნაციონალების დროს რომ ადამიანს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ ის რომ აღარ მინდა რომ შენთან მიმუშაო და მე კი არ გაგათავისუფლებ შენ თვითონ დაწერე და წადი და ეს იყო კულტურა იუსტიციის სამინისტროში ამგვარი რამ არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება. ამიტომ ჩვენთვის ამ კუთხით, ამ კონკრეტულ საკითხზე, ამ შრომის კოდექსს არაფერი ახალი არ შემოგვ პრაქტიკაში 25 ოქტომბრიდან ეს ისედაც ასეა. ხოლო რაც შეეხება განსხვავებას, განსხვავება ამ მხრივ არ უნდა იყოს და დიახ, როგორც ბიზნესმენი
ასევე მინისტრი დაკარგავს იმის უფლებას, რომ ადამიანი გაუშვას ისე, რომ არ აუხსნას რატომ. ახალ კოდექსში უფრო კარგად არის აღწერილი ის მოტივები, რის გამოც შეიძლება ადამიანი გაათავისუფლო და მე ვთვლი, რომ ამ ახალ ცვლილებებში უკვე მკაფიოდ არის ის ნათქვამი, რომ თუ ადამიანი არის შეუსაბამო თანამდებობასთან, კომპეტენტური არ არის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა დამსაქმებელი დასაქმებულს დაემშვიდობება. ეს არ არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის იძულებითი ქორწინება სამუდამოდ. თუ ადამიანი არ ვარგა, მან უნდა დატოვოს სამსახური, თუმცა ამას აქვს თავისი ფორმა, ამას აქვს თავისი წესი და ამ წესებსა და ფორმებს ადგენს ჩვენი ცვლილებები. მე არ შემიძლია არ შევეხო ძალიან ბევრჯერ ითქვა და ხა თქვენ ბევრჯერ ახსენეთ, ამიტომ კითხვა ამას არ ეხებოდა ზუსტად, მაგრამ მინდა შევეხმიანო იმ ეგრეთ წოდებულ ასთა სხვაობას დავარქმევდი ვიცე-პრემიერისა და ვთქვათ იუსტიციის სამინისტროს შორის ამ ტექსტთან მიმართებაში. თავრობის ხდომაზე, სადაც ეს კანონპროექტი გადიოდა ჩემი მოადგილის ბატონი სანდრო ბარამიძის მიერ, ყველა მინისტრმა აბსოლუტურად გამოთქვა თავისი აზრი. არც ერთის აზრი არ იყო ერთ-ერთზე იდენტური. და ეს კარგია. შრომის კოდექსი აღნიშნე, რომ მეამაყება მეთქი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ჰქონდა სხვადასხვა აზრი. ეს აზრები გამოითქვა და ამაც დაჭრილი შედეგი იყო, რომ შემდეგ მთლიანად მთავრობამ დაუჭირა ცვლილებებს მხარი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა. კონსულტაციები ამის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა ჩვენთან იუსტიციის სამინისტროში ძალიან აქტიური კონსულტაციები იყო ბიზნესმენებთან. კონსულტაციები გაგრძელდა პარლამენტში, ამას ხელი შეუწყო ბატონმა დავით უსუფაშვილმა, ჩვენ გვისაუბრია კიდეც ამაზე, თუ რა ფორმები მოვძებნოთ, რომ ბიზნესმენებთან და პოტენციურ თუ ამჟამინდელ ინვესტორებთან ურთიერთობა გაგრძელებულიყო და მცირე, მაგრამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებები ალბათ უკვე შევა მეორე მოსმენისას, მაგრამ ის სული, რომელიც სულიც მათ შორის ვიცე-პრემიერმა გაიზიარა მთავრობის ხდომის დროს, რა თქმა უნდა დარჩება. ჩვენ მას შემდეგაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ვიცე-პრემიერთან, ბატონ გიორგი შრომის კოდექსზე და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით პირველ რიგში ის, რომ ეს შრომის კოდექსი არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ მე გულწოდით მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთებმა ცადეს, ვთქვათ, აი რაღაც ჯანსაღი აზრთა გაცვლა გამოცვლიდან შეექმნათ რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ, თქვენ ხალხურ სტუდიაში მცდელობა არ არის. თქვენ გახეთქილებაც ახსენეთ, რამაც ცოტა არ იყოს გახლეჩვა. ხო, მე ამაზე არ ვლაპარაკობ. ამაზე პედაგოგიას ანუ მაინტერესებს კანონს რა მოუვა თორე. კანონს ის მოუვა რა გზა. ხო, შორის ურთიერთობ ჩემს დასარჩევი არ არის. საინტერესოა ტექსტი, რომლის მიხედვით ხო და მე გითხრათ, რომ ამ საკითხს არ ვაყენებ მეთქი. რაც დააყენებთ სანაც რომ მოგიწევთ. არც მე მინდა ამ კანონს რა ბედი ეწევათ. იმიტომ რომ აი სხვა საკითხი სტუდიაში ადამიანები და თუნდაც ამ კანონს ამ კანონპროექტს შრომის კოდექსს კანონია. ანუ თქვენ ლაპარაკიდან გასაგებია რა ბედი. არა, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა. თქვენ დასვით თავიდან დავგნეთ კითხვა რა ბედი ეწევა, ეს არის თავარია და გეტყვით რა ბედი ეწევა. მე მგონა აქამდე ამას პასუხობდით ზუსტად. მაშინ რატო დასვით თავიდან შეკითხვა? ვინც თუნდაც ამ გადაცემას უზრუნველყოფს, აქ ვინც ბრძანდება ამ სტუდიაში. იმათ ჩვენზე კარგად იციან ბატონ დავით და მათმა სხვა კოლეგებმა, რომ თუნდაც არანორმირებული სამუშაო დღე არ შეიძლება ცივილიზებულ ქვეყანაში ამ ფორმით არსებობდეს. ამიტომ დიახ, ეს კანონი იქნება მიღებული, მცირედი ცვლილებები ალბათ შევა, მაგრამ ეს შრომის კოდექსი, რომელიც არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, მალე გვექნება მისალოცად იმ ადამიანებისათვის პირველ რიგში კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, ვინც მართლა ელოდებიან 1 ოქტომბრის შემდეგ ამ ტექსტის მიღებას. გადაცემის ანონსში ჩვენ დავსვით კითხვა, არის თუ არა დღეს საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ან არ დევნა პოლიტიკური იარაღი და მინდა გთხოვოთ ახსნათ რატომ შეწყდა სისხლის სამართლებრივი საქმეები მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა, უმცირესობის ბოდიშს ვიხდი, უმცირესობის ზოგიერთმა წევრმა შეიცვალა პოზიცია და აღმოჩნდა უმრავლესობაში. ლაპარაკია მარკა ველაშვილზე, ლაპარაკია გიორგი გოზალიშვილზე, მარკა ველაშვილის მეუღლეზე, გიორგი გოზალიშვილის შვილზე, მათი ერთი მხრივ მეუღლის, მეორე მხრივ მამის გადანაცვლება საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში დროში თითქმის დაემთხვა მათზე სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას. ახსენეთ ეს. მე ამას ვერ ახსნი, იმიტომ რომ არ ვფლობ ინფორმაციას, მე ძალიან ბევრჯერ გავაკეთე განცხადება, მაგრამ თუნდაც ისეთმა პროფესიონალმა ჟურნალისტმა, როგორც თქვენ ბრძანდებით, ეს ან არ გაიგო, ან არ აიტაცა.
მე მინდა საჯაროდ ახსნა ერთი რამ. რამდენიმე ხანია ჩვენ მივდივართ იმ გზით და ძალიან ცუდია თუ ვერ შეამჩნიეთ, რომ მთავარი პროკურატურა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, რაც შეიძლება ავტონომიურ მოცემულობად. სტრუქტურულად გავიდეს? სტრუქტურულად გავიდეს. ეს პრაქტიკულად აღარ იყოს სამინისტროს შემადგენლობაში? De facto ეს პრაქტიკულად უკვე მომხდარი. ამიტომ იმ ინდივიდუალურ საქმეებზე, რომლებზეც თქვენ მეკითხებით, მე ინფორმაციას არ ვფლობ და არც უნდა ვფლობდე. ბატონ კბილაშვილს უნდა ეს? ბატონ კბილაშვილი დაპატიჟებს და შეეკითხა. რა თქმა უნდა კითხავს. ამიტომ თქვენ უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა. აქედან გამომდინარე, მე უკვე როგორც შრომის კოდექსის შემთხვევაში პრაქტიკაში დავამკვიდრე ის ჯანსაღი წესი, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურა, არ უნდა ერეოდეს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეებში. ამიტომ მე ეს არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ. თქვენ თუმცა ალბათ ძალიან ასუცდები თუ ვიტყვი, რომ სანამ თქვენ გახართ იმ სტრუქტურის სათავეში, იმ უწყების, რომელშიც სტრუქტურულად შემოდის თავარი პროკურატურა, სრულიად ლეგიტიმურია პასუხი ამ კითხვისგან. ამ წუთში არ მაქვს, რადგან პრაქტიკაში მე ვცდილობ პოლიტიკა არ გავრიო ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეებში. თუ თქვენ დამავალებთ, თქვენ ოღონდ დამავალეთ სამსახურში რომ მივალ, მოვიკითხავ, იმიტომ რომ კანონი დღეს ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევს. მაგრამ ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსი ერეოდეს ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმის, ამა თუ იმ მიმართულებით მიმართვაში. მაინც ვიტყვი, რომ თქვენ დისტანცირება ამ საკითხებიდან არ ხსნის ამ საკითხთა სიმწვავეს. არა, ნამდვილად მე ეს არ მithქვამს, რომ სიმწვავე არ არის კითხვაში, რა კითხვას თქვენ დასვით. უბრალოდ მე მიმყავს პოლიტიკური ხაზი, რეფორმები, პროკურორობს დაუძახეთ, შეეკითხეთ და გიპასუხებს. დღეს პარლამენტის სპიკერმა ახსენა ასეთი შესიტყვება კონსტიტუციის გაუმჯობესება. თუ ლაპარაკია იმ ნაწილზე, რასაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ანუ მოსამართლეთა თქვათ ვადიან ან ვადანიშნაზე, მოდი ეს ნაწილი მოვხსნათ, ამაზე უკვე დასაუბრებია. კონსტიტუციის გაუმჯობესება, შეცვლა მოდი გაუმჯობესებას თავი დავანებოთ, ბუნებრივად ვერ მოხდება იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობის გარეშე. რა წერია კონსტიტუციაში, რომელიც ძალას ჩვენ შევიდეს, ეს ყველამ თუ არა, რაღაცებმა ვიცით ამ ქვეყანაში. რა განზრახვები არსებობს ამ მხრივ? თუ არის თქვენთვის ცნობილი? ესეთი არა, დანაშაულებრივი არ არის ლაპარაკი, ხომ არანაირ კონტექსტით არ გიკითხებით ამას. უბრალოდ საინტერესოა რა ნაწილში ესეთი სიტყვები ხო ყველა დარითქმის არა? თუ კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობთ, კომისიის შექმნაზე ლაპარაკობთ. გაუმჯობესებელი ეს მე მგონი ფაქტია და თუ არის ფაქტი. ძალაუფლების სტრუქტურის შეცვლის ნაწილში თუ რა ნაწილში არსებობს ეს განსხვავება? აი ეს არის რა თქმა უნდა მთავარი ამაში გეთანხმებით. ჩვენ ყოველს გვახსოვს ეგრეთ წოდებული დემეტრაშვილის კომისია, რომელმაც მიშასტანზე შეკერა ძალიან ისეთი ტექსტი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრჯერ პირადად მასთან მოგვიწია ტელეპაექრობა თუ სხვა რამ, დემეტრაშვილმა დაწერა კანონი სახელად კონსტიტუცია, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, როცა ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი და ამ კანონში, ახალ კონსტიტუციაში რეალურად იყო ადგილი დატოვებული იმისთვის, გახსოვთ ეს შავბნელი რამდენიმე თვე, რომ ჩვენს ქვეყანას შავგრუბლად ადგა თავზე იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი შეეძლებოდა პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადამჯდარიყო. ეს კონსტიტუცია ძალიან ბევრ ესე ვთქვათ ხარვეს ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ ეგრეთ წოდებული დემეტრაშვილის კომისიის კონსტიტუციის ტექსტი უმჯობესია, ვიდრე დღეს რაც მოქმედებს ის. მაგრამ გასაუმჯობესებელია, მე მაშინ თუ თქვენ ბატონ იუსუფაშვილი ბრძანეთ თქვაო, მან თქვა ეს რომ გაუმჯობესება სიტყვა ვეთანხმები, თუმცა კონსტიტუციის აი 90-დღიანი ვადის შეკვეცის მიმართულებით? ბატონო? 90-დღიანი ვადის შეკვეცის მიმართულებით, რომ შეიძლება მთავრობა მოქმედებდეს, მაგრამ თუმცა ლეგიტიმაცია და ნდობა არ ქონდეს პარლამენტისგან. ჩვენ გვახსოვს დიდი ლუფტია. კი, დიდი ლუფტია გეთანხმებით ამაშიც. ეს ყველაფერი საღიაა სასაუბროდ. მე ახლა ესე ავტომატურად ჩამოყალიბებული წინასწარ განსაზღვრული აზრები არ მაქვს. იუსტიციის სამინისტრო არ იქნება ახალი კონსტიტუციის შემუშავებისას წამყვანი უწყება, ამას გააკეთებს ისე როგორც საარჩევნო
კოდექსის პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის შემთხვევაში ინტერფრაქციული ჯგუფი და პარლამენტი იქნება წამყვანი, თუმცა კონსტიტუციისთვის ალბათ ახალი ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც მე ეს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარისგან მომესმა დღეს მედიის საშუალებით, რომ ცალკე ჯგუფის შექმნას ფიქრობს ის, იმიტომ რომ კონსტიტუციის წერა დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ახლა შევეხოთ ერთადერთი რაც ვიცით, ბოდიშ ვიხდი გაწყვეტინებთ, რომ კოალიციის უმრავლესობა ემხრობა საპარლამენტო მოდელს და ჩვენ არ აღმოჩნდებით ამ ახალი სამუშაოს ბოლოში საპრეზიდენტო მოდელით. მიმართულება არის საპარლამენტო სწორება არის საპარლამენტო მოდელზე. მომავლის კონსტიტუციაც, ანუ ის რომელიც ელოდება დავაის შესვლას, ისიც პრინციპში, ნაწილობრივ საპარლამენტოა. ნაწილობრივ საპარლამენტო. კარგი, მოდი ახლა შევეხოთ საკითხებს, რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი მასშტაბი არ ქონდეს, მაგრამ გარკვეული მასშტაბი და სიმწავე მათ ახლავს. კერძოდ ქართული ოცნების ხელისუფლება შეიძლება პატარა ტესტი ელოდეს დაახლოებით ერთ კვირაში, იმიტომ რომ ეს არის LGBT, ანუ ლესბოსები, გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ადამიანების უფლებების დაცვის დღე. შაშანელმა ხელისუფლებამ ეს ტესტი პინჩნეს რომ ვერ ჩააბარა, ასე მიჩნეული და ასეც იყო. მეც მეჩნეულ ვერ ჩააბარა. როგორ შეიძლება ჩემ პასუხები, სად თქვენ პასუხები და სად ჩემი, ხო? ინტერესი თქვენ პასუხების მიმართ არსებობს. არ ჩაბარა, იმიტომ რომ ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სხვა. დღეს შეიძლება ითქვას დაანონსებულია ის, აი გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მიერ, რომ ხელს შეუშლიან აი ამ 17 მაისს მოგიბუთო აქ არიან ადამიანები, რომლებიც, ერთი არის მაგათ ბატონი კაბედავა, რომელიც როგორც პოლიტპატიმარი გამოვიდა ციხიდან. ამნისტიის შედეგად, როგორც პოლიტპატიმარი გამოვიდა ციხიდან და მისი თანამოაზრეები. ეს არის ღიად გაცხადებული, რომ ისინი არ მისცემენ რაღაცა ჰომოსექსუალებს გარკვეულ ადგილებში გავლის უფლებას. მე მესმის თქვენ არ ვღეხართ სათავეში პოლიციას და წესრიგის უზრუნველყოფა ეს არ არის თქვენ პირდაპირ ვალდებულება. მაგრამ ძალიან საინტერესოა თქვენი დამოკიდებულების მოსმენა. როგორც წინა პროფესიულ ცხოვრებაში ადამიანის უფლებათა კარგი მცოდნისა და კომაგის. ყოფილი ადამიანის უფლებების დამცველები არ არსებობენ. მე ვიგულისხმობ პროფესიულ ცხოვრებას. კი, არა, ადამიანის უფლებათა დამცველი როცა იყავი, ამგვარად ჩვენი მთელი ცხოვრება ეს ისეთი ჭალებში დაავადება, რომ თუნდაც მაღალ საპასუხისმგებლო პოსტზე გონება გაქვს სხვანაირად დაწყობილი ვიდრე კლასიკურ ჩინოვნიკს. არ ვიცი ეს დადებითია თუ არ ყოფითი, მაგრამ ეს ასეა ჩემ შემთხვევაში. რაც შეეხება აი ამ აქციას. წინასწარ უბრალოობას წამებდით ხოლმე სასამართლოს განსჯამდე დაპატიმრებულ ადამიანებს. ეს თქვენი შეფასება. მომიტანებთ მტკიცებულებები ამის. მტკიცებულებები შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე. საღან ისეთ ციტატა მოიყვანეთ, რაც არ მithქვამს და ამიტომ აღარ გენდო. შინაარსით ძალიან შორს არის. კომპიუტერი გაგიფუჭდათ ეთყობა, როგორც შინაარს არ იყო, ციტატას მღეროდა. მღეროდა ეხეთ ეკვას. კაი, მოდი საკითხს დავუბრუნდეთ. დავუბრუნდეთ თემას. შეკრება, რომელიც წინასწარ არის დაანონსებული. მე ძალიან მარტივ დაგიზუსტებ. ესე რომ შეიკრებენ და მსვლელობას დაიწყებენ, ჩვენ მათ ვაიძულებთ, რომ დატოვონ ესე იგი ტროტუარი, გადავიდნენ ქუჩის სავალ ნაწილზე და აი ამით ისინი ესე იგი დაარღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და მათ მერე უკვე პოლიცია ალაგმავს. ერთ-ერთი ხედვა ასეთი არის. ეს არის ხაფანგის დაგება. ხო, არ ვიცი. რაც წავიკითხე იმას გეუბნებით. რამდენიმე მარტივი პრინციპი, რა კი მეკითხებით, ჩემი მიდგომა როგორია და არ მგონია ვინმე ნორმალურად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ პრინციპებს არ იზიარებს. თქვენ გეკითხებით იმ დროს თქვენ სიტყვას ვარაუდობ აქვს წონა. ის შეიძლება შეისმინონ და მოიქცენ მის მიხედვით. კი ბატონო, გეტყვით, მე იმედია რომ ამას წონა აქვს, მაგრამ მე გულწრფელად გეტყვით, რა მგონია რომ უნდა იყოს ცივილიზებული საზოგადოების სახე. პირველი ის რომ არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვიტინებდნენ ბოდიშსვიხთი უმის სიტყვებით ვიტყვი ვისთან სძინავს. ეს არის უპირველესი საფუძველი ცივილიზებული საზოგადოების. ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კარებთან. ამის იქით პრიტინი არის უხამსობა და მსგავსი. შესასრულ კარებთან, სად ბინის.
ხო, ნუ ბინარული. საწყისო ცხოვრება იწყება. კი ბატონო. რა კარგია რომ ერთ რამეზე მაინც თანხდებით. მეორე. მე არც ერთხელ არ შეგამათები ვარ. მეორე. არ შეიძლება ვინმეს მოწონდეს საქართველოში ის რომ როდესაც ხდება ასეთი რაღაცები ეს მე არ გამომიცდია, თქვენ არ გამოგიცდიათ, მაგრამ ვიღაცას გამოუცდია როგორც ჩანს, რომ ჩვენი ერთ დღეს მომწიფების ასაკია თუ ცოტა უფრო გვიან იღვიძებს ახალგაზრდა ბიჭი და ხვდება რომ მას ქალი კი არ მოწონს, მოსწონს კაცი. ესეთი რაღაცები არსებობს. ეს არ არის ამ ადამიანების გამოგონილი ძალით. ეს არსებობს. ამიტომ, როდესაც ადამიანი ასეთი განცდით და ამის გათვითცნობიერებით იღვიძებს და ამბობს, რომ მე თურმე ვარ უმცირესობა, ამიტომ არ შეიძლება მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, იმიტომ რომ ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე. მე ამის მწამს. ამიტომ ისინი, ვინც ამბობენ, რომ ხაფანგს დაუგებ, გადავიყვან, თავს დავესხმები, გავლახავ, ან თუ მაგალითად დაბრკოლებამდე მივალთ ეს მეორე თემა ყოველ შემთხვევაში ჩემს გაგებაში და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება აი ამ დღეებში ხოლმე მაისში ხდება ეს მე როგორც ვიცი ძირითადად საერთაშორისო დღეა უფლებების დაცვის და იმიტომ დგას ორი რაღაცის გათვითცნობიერების წინაშე, რასაც უმრავლესობა იზიარებს, თუნდაც სოციალურ ქსელებს რომ შეხედო, იქ არის რა თქმა უნდა დისკუსიები, მაგრამ უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების იზიარებს იმას, რომ ძალადობა მეორე ადამიანზე არ არის მისაღები და ეს არის სირცხვილი. რაც შეეხება შეკრებას. შეკრების თავისუფლების უფლება აქვს ყველას. თუ კი ისინი არ არღვევენ კანონს, თუ კი ისინი არ მოუწოდებენ შუღლისა და ძალადობისკენ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, როგორი მრწამსის და რომელი სექსუალური ორიენტაციის არის ადამიანი, მას აქვს უფლება შეიკრიბოს ქუჩაში და გამოხატოს, არ ვიცი ამ შემთხვევაში მე არ მგონია რომ ისინი პროტესტს გამოხატავენ, ისინი უბრალოდ გამოდიან რომ თქვათ რომ გამარჯობა ჩვენ ვარსებობთ და თუ შეიძლება მშობელო თქვენი ცით რომ მშობლები სულ პატარას მეთქი არა, მაგრამ მოზარდი რომ ერქვა ადრე და დღეს ძველ ქართულად თინეიჯერი რო ქვია. ესეთ ბავშვებს საკუთარი მშობლები, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ისინი არიან სექსუალური უმცირესობა, სახლიდან აგდებენ და ეს ადამიანები იძულებული ხდებიან რომ პროსტიტუციით დაკავდნენ. ეს არის ჩვენ დღეს აი ეს ძალადობა ადამიანზე, თუნდაც მშობლების მხრიდან პრობლემა. რაც შეეხება თვითონ იმათი გადასახედიდან, მე ერთხელ მქონდა მათ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საუბარი, ბატონ ვაჭარაძესთან, ორგანიზაციის სახელს მეხსენებ, იდენტობა, მადლობა. და საუბარი გაიმართა ესეთი ძალიან საინტერესო. მე არ ვემხრობი იმას, რომ გამომდინარე იქიდან რომ არსებობს დაძაბული კონტექსტი და სახელმწიფომ და არასამთავრობო სექტორმა და ზოგადად საზოგადოების უფლებადამცველმა ნაწილმა დიდი კომუნიკაციური სამუშაო უნდა ჩაატაროს იმ ორი მიმართულებით, რომ ადამიანებმა საბოლოოდ გაითავისონ, რომ არსებობს აბსოლუტურად დაცული პირადი ცხოვრება. აბსოლუტურად არის ეს დაცული. თითქმის. ამ შემთხვევაში მთლიანად. და არსებობს უარი ძალადობაზე თუ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება და სახელმწიფო. რითი არის დაცული? მაგალითად მომისმენია კრიტიკა კანონისა პერსონალური მომცემის დაცვის შესახებ. პრინციპი არსებობს. უნდა ამაგრებდეს რაღაცა ნორმატიული. კი, ბატონო, ამიტომ პერსონალური მომცემების შესახებ ინსპექტორი დაინიშნება მალე, კანონი თუ საჭირო იქნება გამკაცრდება თუ დაიხვეწება დავარქვათ. მაგრამ მას შეიძლება თავისი მოქმედების არეალით აღემატოს კანონი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორციელებას. შესაძლებელია, ჩვენი სამინისტრო ამას ჩაუდგება სათავეში, ამაზე იყო საინტერესო გადაცემა იმ დღეს ერთ-ერთ არხზე, სადაც ბატონი სანდრო ბარამიძე მონაწილეობდა. მე გეუბნებით პრინციპს. შემდეგ ჩვენია ეს კანონები და პრინციპს მოვარგოთ ისე, რომ ეს პრინციპი იქნეს დაცული და ადამიანებს, ვისაც ესე ვთქვათ, გაუჩნდება იმის ცუდი აზრი, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაში იქ ეკოს, მან ეს ვერ შეძლოს, იმიტომ რომ კანონია კარგი.
თქვენ თუნდაც ბოლო დროს ვნახეთ ძალიან ტკივნეული თუნდაც ერთი ადამიანის კადრები გულისხმობ გიორგი ფარისაშვილს რომელმაც დაასახელა სხვა ადამიანები ვიზეც ეჭვი ჰქონდა ну შემდეგ ეს ეჭვი ერთ ადამიანს მოარიდა ნაწილობრივ ბატონ ხუხაშვილს ხოლო ნაცვლშვილსა და გელახვედელიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ისინი დატოვა თავისი ეჭვის ამან რომ მათ ეს იცოდნენ და მათ ეს მოკლედ ამაშინებდნენ გარეულები ამ კადრების მინიმუმ გავრცელებაში მაინც აქ საინტერესოა ისევ და ისევ თქვენდამი თქვენ სისტემაში შემავალი უწყების რეაქცია აღძრულია თუ არა საქმე ამ ადამიანების წინააღმდეგ მეთქი არ ვიტყვი მაგრამ აი მოკლეო მინდის თუ არა ამ ვერსიით ხო იქნებ მათზე ეს ეჭვი გამოთქმული ფარისაშვილის მიერ არის სრულიად მოგახსენებთ დავასრულებ მაგას არ დავივიწყებ ამ შეკითხვას დავასრულებ რაც შეეხება თვითონ სექსუალური უმცირესობების მიდგომას როგორი უნდა იყოს თუ მაგ ამის თქმის უფლება მაგრამ ამ სიტყვა უნდას მაინც გამოვიყენებ მიდგომა მე ვეთანხმები იმას რომ ამ დაძაბულ კონტექსტში მათ მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმონ ეს აქცია თუ საქართველოში ჩვენ როგორც სახელმწიფო უფლებადამცველები მეორეს მხრივ და თვითონ ისინიც შევთანხმდებით იმ ორ ძირითად პრინციპზე რაც თქვი არაძალადობას და ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება მაშინ ყველამ უნდა იკისროს შესაბამისი ვალდებულებები არ შეიძლება ამ დაძაბულ კონტექსტში მიუხედავად იმისა, რომ მე მართლა მჯერა, რომ პოლიცია თავის საქმეს მართლა კარგად შეასრულებს ამ აქციის დღეს და დაიცავს მათ უსაფრთხოებას, არ შეიძლება ეს იყოს გამომწვევი, არ შეიძლება ეს იყოს გამაღიზიანებელი, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ისედაც არის გაღიზიანებული, უფრო გაღიზიანებული. ამიტომ მე მათ მოუწოდებდი აქციის თუ ასეთი არის ჩაფიქრებული ეს მათი კონსტიტუციური უფლება ზომიერებისკენ და მიზანი არის ის, რომ შეკრების თავისუფლება არ დაირღვეს. აქ გვაქვს ჩვენ ორი ჯგუფი, ერთი რომელიც თავის შეკრების თავისუფლებას ახორციელებს და მე არ მსმენია არც ერთი მათი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოდით კაცები დაგვაქორწინეთ, ან ქალები დაგვაქორწინეთ, ან ქალები დაგვაქორწინეთ და გვაშულებინეთ ბავშვები. მე ესეთი მოთხოვნები არ მსმენია. მე მსმენია ერთადერთი მოთხოვნა, ნუმცემთ და ნუმტყებთ. იმიტომ რომ თქვი რომ კაცი ვარ და კაცი მომწონს. ამიტომ ნუმცემ. ხო? არ უნდა ვცემოთ, ამიტომ ადამიანმა ადამიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მარტო არ არის ლაპარაკი, ყველანაირი დისკრიმინაცია. კი ბატონო, არის სხვა ტიპის საკითხი. წინა ხელისუფლების ფარგლებში, რომელთაც მე მახსოვს სტრასბურგში მუშაობდი, საქმე შემოვიდა, როდესაც პოლიციელმა გაბედა და უნდა გაეჩხრიკა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იცოდა რომ არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და უთხრა რომ შენ მაინც ვერაფერს ვერ იგრძნობ და გაჩხრიკა უხამსი ჟესტებით. აი ეს მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს საქმე არის სტრასბურგში. სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ საზოგადოების მხრიდან ძალადობას უნდა უთხრათ ერთხმად არა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მსგავსებით არა საზოგადოებას, არამედ ჯუნგლებს. ხა რაც შეეხება ჩამოთვლილ გვარებს, ხოდელიძეს და გვარებს. მე პირდაპირ გეტყვით რომ სხვა შემოგაშორეთ, ხო მართლა ეს ეს ცოტა სხვა კატეგორიის საქმეებია, მაგრამ საქმე ეხება უფრო ძიების წარმართვას ამაზე. ეს არის იაბარამიძის საქმე, გახსოვთ ხო, მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც ხიად განაცხადა, რომ მას ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები აშანტაჟებდნენ. ეს არის თენგიზ გუნავას საქმეში ფიგურანტი პოლიციელების საკითხი და ასევე თქვათ ალბათ იმ ადამიანებისა, ვინც მოწმე კირვალიძის ჩვენება გამოიყენა ბაჩვახალაისთვის ბრალის დასაყენებლად, რომ სამ კირვალიძე მადგანდა ეს თავის ჩვენება უარყოფი წმინდა მოსამართლის სასამართლო დარბაზში. უნდა დაინიშნოთ ისე კარგად იცით ინდივიდუალური სისხლის საქმე. გიპასუხებთ, რა გვარები შემომაშველეთ? შემომაშველეთ ადამიანები. ეს კანონი თუ დალაში იქნება, რომელიც ახლა შევა დავინიშნო, ხო? როცა შეიძლება იურისტი არ იყოს იუსტიციის მინისტრი. კი, რა თქმა უნდა, კარგი იუსტიციის მინისტრი იქნება ის დაკითხვის და გამოკითხვის კარგი უნარჩვევები გაქვთ. მოდი კითხვის დავუბრუნდეთ. ხო, მე არ ვიცი ვინ შემომაშველეთ დაასახელეთ ჯგუფი ადამიანების პოლიციელები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ერთი და იგივე ჩანს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე. ეს იყო ლოგიკა, ხო, შეკითხვის.
თქვენ იცით რომ იმ დღესვე როდესაც ეს კადრები გავრცელდა მოცემული ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც შევამოწმე და ვებგვერდის გადამოწმება იქნა დახურული თუ დაბლოკილი როგორც ქვია და იმ დღესვე დაიწყო გამოძიება და პირად კონტროლზე ავიყვანეო ბრძანა ეს საქმე შინაგან საქმეთა მინისტრმა აქედან გამომდინარე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ეტაპზე ამ რამდენიმე დღის ბოლოს მე არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო რომ გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ან არასწორად მიმდინარეობს. ამის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ კი არა რომ რაიმე ტიპის ესე ვთქვათ ახალი ინფორმაციას ვფლობ. უბრალოდ ამის საწინააღმდეგოს არ ვფლობ არაფერს. და მე არ მგონია რომ წუხილის საფუძველი არსებობს. მე მქონდა ძალიან ესეთი საუბარი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან იმ დღესვე, რომელიც იყო ზუსტად ისევე აღშფოთებული როგორც მე და მან ეხლა ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მითხრა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პირველივე დღეს გამოძიებისას და მან თქვა რომ ბოლომდე მივყვები ამ საქმეს. ამიტომ მე მირჩევნია დაველოდო შედეგებს ამ გამოძიების ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, როდესაც დაბრუნდება ისრაელიდან და მართლაც მის სიტყვებს გავიმეორებ, რაც პირად საუბარში მითხრა, ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს. ერთი კითხვაც, რომელიც ძველი კითხვა, მაგრამ მე მას დავსვამ სხვანაირად. მე მაქვს პრივილეგია როგორც ჟურნალისტს ყოველდღე უყურო თქვენ დიპლომებს, რომელიც გადაეცით საზოგადოებრივ მაუწყებლობას. მე სკვესიტაძეს ვაჩუქე და იმან თქვენ ერთად ოთახში ვხედავ. უი, თქვენ ერთ ოთახში. ხო, მაგრამ ერთად არ ვხედავთ, იმიტომ რომ მისი დღეები სხვა და ჩემი დღეები სხვა. მაგრამ დიპლომებს ვხედავთ ორივე. ყოველდღე. მონაცვლეობა. როგორც ვიცი, საქართველოს კანონით მოწყვეტში მიღებულ დიპლომს მასში აქვს იურიდიული ძალა თუ ის გაივლის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში ეგრეთულ აღიარების პროცედურას. თქვენ მარტის მერე არ ვიცი, მაგრამ მარტისთვის თქვენს დიპლომს არ ქონდა ეს პროცედურა გავლილი. აპირებთ თუ რომ გაატაროთ. არ მგონია თუ განათლების მინისტრი არ დააკრავს მუშტს მაგიდაზე და არ მოითხოვს ამას ჩემგან, თუ ჩემი დიპლომები საქართველოს საზოგადოებას და სისტემას არ აკმაყოფილებს, ეს ძალიან კარგი საბაბი იქნებოდა ჩემთვის, რომ თანამდებობაში ჩამოვცილდე, რომელიც მძიმე ტვირთად მაწევს ზურგს. მეგონი დიპლომების თემა არის დახურული და ეხლა თქვენ ამის ჭხრეკის, იმიტომ რომ ჩემ დიპლომებს უყურებთ არა, მაგიტო არა. ლურჯი თეთრი წითელი დროშის ფერებში მახსოვს ეს არ არის არც ჩასაფრებული დისკუსია, არც არა. თქვენ რას უყურებთ თქვენ კაბინეტში კიდე არ ვიცი და ყველა შეკითხვას მუდამ ვისურვებ. ხო, იქ არის რაღაცები, რასაც ვერ დაეთქვერო პასუხები თქვენ გარწმუნებთ, ხო. სხვა საკითხებია. მაგრამ არა, ლაპარაკია სხვა რამეზე. ლაპარაკია იმაზე, რაც მაშინ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა, როდესაც დაადასტურა, რომ დიახ, კაპიტონ ოკეანს აი ამ განათლების მქონე შეუძლია იყოს იურისტი, ადმინისტრაციულ და თორშტები ფინანსურ სფეროში თუ სამოქალაქო სფეროში. მოკლედ სიცხლის სამართლის სფერო არ უხსენებია. მე ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ვერანაირად ვერ აკონვერტირებ და ჩვენ დილეტანტები ფრანგულ განათლებას ვერ უსადაგებ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და არიცი იქ მიღებული კვალიფიკაცია აქ შესაბამება თუ არა სისხლის სამართალში გაწაფული და პროფესიულად დიპლომირებული იურისტის კვალიფიკაციას. ამას ეხება საქმე. გაწაფული ერთი იყო ამ ქვეყანაზე იურისტი და ის ჩემი კაბინეტის უკანა ლიფტიდან 2 ოქტომბერს დილით გაიბარა და მეტი გაწაფული არ აქვს. იმაზე ხო არ არის ლაპარაკი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ მე ამას თქვენ მოკლედ აპრილს გაატაროთ აღიარების პროცედურა თქვენ გაგეცით პასუხი რომ არ ვაპირებ მეთქი თუ ამას არ მოითხოვს განათლების მინისტრი ჩემგან. მაგრამ მაშინ ის არ არის აღიარება. მე მაქვს დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების. თქვენ ეს გაწყობთ, არ გაწყობთ, ეს თქვენი პრობლემა. არა. შემდეგი შეკითხვა. შემდეგი შეკითხვა არ არის, შემდეგი არის გამოცხადება, რომ გადაცემა დასრულდა. ძალიან კარგი. მე ხო, კი მქონდა ერთი ორი კითხვა, მაგრამ როდრო არ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა გამოტოვეთ, მაგრამ შემდეგი გადაცემა. ამას შემდეგი გადაცემაზე გეტყვით. არ ვიცი, მე მინდოდა მეკითხა, მაგალითად, გამოძიების ფედერალურ ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტზე. გადაცემა დასრულებულია სამწუხაროდ. ხო, მაგრამ არა უშავს. ჩვენთან მოდიხართ ხოლმე. მადლობ, ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი. ამით გემშვიდობებით და მოშობად შევხვდებით ერთმანეთს.